ჰეჯირებული სესხი იცით რა არის? არა. აქვს მენიათ ამის შესახებ? არა. არ გაგიგიათ არაფერი? ჰეჯირებული? არა. ჰეჯირებული სესხი გქონიათ ოდესმე არ იცით რა? არა. ჰეჯირებული სესხი იცით რა არის? არა. არ ვიცი. ან ეს არის როდესაც სესხს იღებ ბანკში და ბანკი გიწესებს რაღაც ზღვარს, რომ ძალიან არ გაგეზარდოს კურსის ზრდის შემთხვევაში სესხი. ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ხალხსო ცოდნა არ ყოფნისო, განათლების სიმწირის გამო არ იღებენ ჰეჯირებულ სესხებსო. არ და სინამდვილეში ბანკი ჩვეულებრივ მომხმარებელს ამ სერვისს არ სთავაზობს. თქვენ რას ფიქრობთ ვიცე-პრემიერის ამ ნათქვამზე? ანუ ფიქრობ, რომ განათლება არაფერ შუაში აქვს რა. განათლება ანუ სკოლაში მაგას არ ასწავლია. თუ ეს წამგებიანია ბანკისთვის, ანუ არ შესთავაზებს. არა, მე მგონი არა. იმიტომ რომ არ ჯერათ ხალხს ალბათ აი ამ პირობებს რაც არის ამ ბანკებში და ამიტომაც მე მაგალითად ვერ გავრისკავ და ვერ ავიღებ. არა მაქვს შეხება დედაკეგრემეთ ბანკებთან, ვერ გეტყვიგენეთ. ჯობია საერთოდ სასხებლად არ კონდეს საქმე. სესხს გაგონება არ მინდა არა. რომ გწოდნოდათ ბანკი მაინც არ მოგცემდათ ასეთ სესხს? მაშინ რატომ არის ეს სესხები თუ არ მომცემდა? არ ვიცი. ეს არის სესხების გადაზღვევა მე მგონი, მაგრამ აი მთავრობა რომ ამბობს რომ ხალხი რო ზარალდება ლარის გაუფასურების გამო კრედიტები ვისაც აქვთ არიციან როგორი სესხი უნდა აიღონო, ეს სწორი არის თქვენი? არა, არასწორია და ის ამ ბარბარიზმის ხმარება ხომ საერთოდ კატეგორიულად არასწორია. ჰეჯირება არის შეწონვა რისკების. და აი ვიცე-პრემიერმა რომ თქვა რომ ხალხმა არ იცის ამის შესახებ და არ იღებენ ეს სესხებს და იმიტომ ზარალდებიან ლარის გაუფასურების გამო, ანუ სწორია თქვენი აზრით? გამცინით. არა. საკვირველია ინფორმაცია მეტი უნდა იყოს და მაშინ როდესაც ინფორმირებული ხარ აღარ მოტყუდები ეს კი. ის რომ აი ხალხი ვინც სესხი აიღო და შემდეგ დაზარალდა, ვისაც დოლარში აქვს სესხი და ლარის გაუფასურების გამო დაზარალდა, ეს მათი ბრალი შეიძლება რომ იყოს? ნუ რა საკვირველია არა, იმიტომ რომ ვინ წარმოიდგენდა რომ დოლარი ესე გაიზრდებოდა. არა, ვერანაირად ვერ დავითანხმებ. ხალხის ბრალი როგორ იქნება? ხალხი არის გენაცვალე დაბეჭავებული. ხალხი რა შვაშია დეიდა, ხალხი რა შვაშია. ვინც არიგებს და ვინც აკეთებს, ის არის მთავარი. მთავრობა ამბობს რომ ხალხი იმიტომ ზარალდება ლარის გაუფასურებით, რომ არიციან როგორი სესხი უნდა აიღონო და ეხლა